შტაბს. პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე კი საქართველოს ევროკავშირის ელჩ ფილიპ დიმიტროვს შეხვდა. მათ წინასაარჩევნო პერიოდზე ისაუბრეს. კერძოდ ნინო ბურჯანაძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატებისგან განსხვავებით მას უფასო საეთერო დრო არ ეთმობა. ბურჯანაძემ დიმიტროვთან შეხვედრისას ქართული ოცნება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაშიც დაადანაშაულა. მე არა მაქვს თავისუფალი საეთერო დრო განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების კანდიდატისაგან. ჩვენ არა გვაქვს ესე ვთქვათ ელემენტარულად არ აყვავს წევრები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ის რომ ფაქტია რომ ქართული ოცნება იყენებს გარკვეულწილად ადმინისტრაციულ რესურსს, როდესაც მინისტრები თან ახლავს კანდიდატს შეხვედრის დროს, ასევე ვისაუბრეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე. კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგულაშვილმა კი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამ მომხრეებთან შეხვედრები ლანჩხუთსა და ჩოხატაურში გამართა. კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნისთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მნიშვნელობა. პრემიერი და პრეზიდენტი არ უნდა იხედებოდეს სხვადასხვა მიმართულებით და ეს ასეც არ იქნება. ეს იქნება ასე, შემდეგნაირად 27-ში ჩვენ ყველა ერთად მივალთ და ვაჩვენებთ თელ მსოფლიოს, რომ ამ ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით ინტრიგები კი არ არის, არამედ აბსოლუტურად ერთიანი ხედვაა ქვეყნის განვითარების და ამ ხედვაში ცალკე რომელიღაცა პოლიტიკური ძალა კი არ იმარჯვებს ქართველი ხალხი. პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი დავით ბაქრაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს კახეთში განაგრძობს. ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა თელავის მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. ბაქრაძემ დღესვე თელავში საარჩევნო შტაბი გახსნა. დღის ბოლოს ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი ეყავთოს მოსახლეობას შეხვდა და ერთ-ერთ ოჯახშიც ესტუმრა. ჩვენ თავაზობთ მთავრობას გადავდგათ ერთად სამი ნაბიჯი. პირველი, შევამციროთ გადასახადები, რაც მეტ შემოსავალს დატოვებს თითოეულ ოჯახში. მეორე, უარი ვთქვათ ახალ რეგულაციებზე, რაც შემოიყვანს მეტ ინვესტორს და ინვესტიციას და შექმნის სამუშაო ადგილებს და მესამე, დავიცვათ ბიზნესი, მოვახდინოთ ბიზნესის სრული დეკრიმინალიზაცია და ეკონომიკური ამნისტია. პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი ლევან ჩაჩუაკი ავჭალის მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ჩაჩუა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობით დაინტერესდა და გამარჯვების შემთხვევაში ნაწალდების რაიონის მაცხოვრებლებს სამუშაო ადგილების შექმნას დაპირდა. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, დაინტერესდნენ ახალი სახით და საერთოდ მოლოდინი არის საზოგადოებაში, რომ აი ამ მოჯადოებული წრიდან, რაშიც აცლეულებია უკვე საქართველოა და ერთ და იგივე სახეების ყურებით, ერთ და იგივე დაპირებებით, მაგრამ არ შესრულებით შემდგომში ამ დაპირებების. დაიღალა ხალხი და ძალიან აინტერესებთ ახალი სახეები, მოლოდინი ახალი ხალხის შემოსვლის პოლიტიკაში და ამ კუთხით ძალიან საინტერესო იყო ჩვენი შეხვედრა.